მარიამ, რამდენიმე წუთია რაც ინგოროყვას კლინიკაში მარიამ მაკასარაშვილის პალატაში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი ადვოკატებთან ერთად შევიდა. სულ ცოტა ხანში დაიწყება მარიამ მაკასარაშვილის გამოკითხვა. ის დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის კარლო კაციტაძის გამომძიებლებს, რა მოხდა გუშინ შინჯიკაშვილის საცხოვრებელ სახლში და როგორ დაესხა შინჯიკაშვილის მამა თავს ჩვენ ჟურნალისტს, როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა თამარ ბახიამ პირველებთან საუბრისას განაცხადა საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, ანუ ის სახლი, სადაც თავს დაესხდნენ ჩვენ ჟურნალისტს, თუმცა გამოკითხეს თუ არა შინჯიკაშვილის მამა, ამოიღეს თუ არა სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები და ამოიღეს თუ არა ის ნივთმტკიცებულებები, რომელიც შინჯიკაშვილის სახლში იყო. ამ კითხვაზე პასუხი პირველებმა ვერ მივიღეთ. მაყურებელს გავახსენებ, რომ გუშინ TV1-ის კამერაც გაიტაცეს შინჯიკაშვილის ოჯახის წევრებმა და ამ კამერას მიაყენეს დაზიანებები. დამტვრეული არის ეს კამერა, შესაბამისად ნამტვრევები კამერის უნდა ყოფილიყო სწორედ შემთხვევის ადგილას და ასევე მნიშვნელოვანია რა ჩანდა იმ სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში, რომელიც ინახება შინჯიკაშვილის საცხოვრებელ სახლში. ჩვენ გვაინტერესებს არის თუ არა ეს ჩანაწერი, თუ მოახერხეს შინჯიკაშვილებმა გაენადგურებინათ ეს ჩანაწერი. საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი მხოლოდ იმას გვეუბნება, რომ დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი. საუბრების შემდგომ გუშინ უარი განაცხადეს გამოკითხვაზე, ხოლო ადვოკატის თანდასწრებით მოითხოვეს გამოკითხვა. კი ბატონო, ადვოკატის თანდასწრებით მოითხოვეს გამოკითხვა, დღეს ამ მიზნით ვარ გამოცხადებული. რაც შეეხება უშუალოდ სხვა პირების ნაწილში ჩასატარებელ საგამოძიებო მოქმედებებს, ამ ეტაპზე ინტენსიურად დიახ, გუშინ არ გამოიკითხა ეს ეტაპი. ნახეთ კონკრეტულად რა ტიპის საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რადგან ვარ გამომძიებელი, მესმის რომ არსებობს საჯარო ინტერესი ამ საქმეზე, თუმცა გამოძიების ინტერესი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, აქედან გამომდინარე დეტალურ ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ, თუმცა ყველა პირი, რომელიც შემხალობაში ამ საქმესთან და ფლობენ რაიმე ინფორმაციას მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა გამოიკითხებიან. კამერების ჩანაწერები ამოიღეთ. რომ შესაძლოა გაანადგუროს კამერების ჩანაწერები, სათვალთვალო კამერის ნივთმტკიცებულებები, ასევე სახლში იყო დამტვრეული კამერის ნაწილები და ესენი ამოღებულია საგამოძიებო სამსახურში. როგორც გითხარით, ინტენსიურად მუშაობთ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ყველა საჭირო საპროცესო საგამოძიებო მოქმედებები აუცილებლად ჩატარდება ამ საქმეზე. ჩატარდება, მაგრამ არ ჩატარდება. და ტარდება ამ პროცესში. იყავით მისული დიახ, უშუალოდ შემთხვევა იქნა დათვალიერებული და სხვა საპროცესო მოქმედებებიც. ანუ კამერის ჩანაწერები ამოღებულია. დეტალებზე ვერ შევალ, ვინაიდან გამოძიების ინტერესები შეიძლება დაზიანდეს, აქედან გამომდინარე, ზოგადად ინფორმაციას გაწოდებთ, რომ ყველა საგამოძიებო მოქმედება ტარდება, პროცესშია ჩატარების, დღეს მაგიტომ ვარ აქ სწორედ ამ მიზნით. გამოკითხული თუ არის შინჯიკაშვილის მამა? დანარჩენ დეტალებს ესე კონკრეტულად ვერ მოგაწოდებ. კარლო კაციტაძის უწყებამ გამოძიება დაიწყო ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა მარიამ მაკასარაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ აუცილებელი არის დაამძიმდებს მუხლი, რადგან ადგილი ჰქონდა თავდასხმას. შინჯიკაშვილის მამამ ფიზიკური დაზიანება მიაყენა ჩვენს ჟურნალისტს, მან ჩაარტყა სახეში სწორედ მუშტი, რის გამოც კლინიკაში რჩება ამ დრომდე მარიამ მაკასარაშვილი. სხვათა შორის დღეს ამ პროცესს, რომელიც საგამოძიებო მოქმედებას, რომელიც მიმდინარეობს, ჟურნალისტ და ადვოკატირების ცენტრიც ადევნებს თვალს, მათი უფლებადამცველიც ესწრება ამ პროცესს. ყველას ფიქრობს, რომ აუცილებელი არის კარლო კაციტაძემ გამოიძიოს ეს საქმე, რადგან ზედაპირზე არის მტკიცებულებები, თუმცა დიდი მოლოდინი არავის არ აქვს, რადგან პრაქტიკა აჩვენებს, რომ როგორც წესი კაციტაძის უწყება გამოძიებას იწყებს, თუმცა არც ერთი საქმე ბოლომდე არ მიყავს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ზოგადად ჟურნალისტებთან მიმართებით, რაც არ უნდა იკვეთებოდეს სხვა დანაშაული, ყოველთვის იწყება გამოძიება და სამწუხაროდ გრძელდება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით, რაც არ ამოწურავს იმ გარემოებებს, რაც რეალურად ფაქტებში არის ხოლმე. მაგალითად, ამ შემთხვევაში იყო არა მხოლოდ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა, იყო თავდასხმა და თავდასხმასთან ერთად იყო განზრახვა იმისა, რომ ჯანმრთელობა დაეზიანებინა როგორც ჟურნალისტებისთვის, ასევე ოპერატორისთვის ამ პიროვნებას. ამიტომ დღეს ახლა გამოკითხვის ოქმშიც მარიამი ამ ფაქტებს, ოდესაც დეტალურად გაიხსენებს, მანამდე ჩვენ მივუთითებთ, რომ გჭირდება გამოძიება არა მხოლოდ ჟურნალისტურ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, არამედ სხვა მიმართულებითაც, რომელიც გამოკვეთავს ზუსტად აღწერს იმ მოქმედებებს, რომელიც იქნება ფაქტებში მოცემული. იყო ძლიერი და ექიპებმაც, როდესაც დღეს დილითაც შემამოწმეს აღნიშნეს, რომ
ძლიერი დაზიანება და სიმძიმე ძირითადად არის მარცხენა მხარეს, სადაც შინჯიკაშვილის მამის მიერ მოქნეული მუშტი მომხდა. ამიტომ დღესაც აქ დამტოვებენ. რაც შეეხება გამოძიებას, რამდენიმე წუთში ჩემთან მოვლენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან პალატაში უნდა მოხდეს ჩემი გამოკითხვა და კარლო კაციტაძის უწყების თანამშრომლებს დეტალურად უნდა მივაწოდო ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გუშინ 2 საათის განმავლობაში სადღაც ველოდებოდით, რომ ადგილზე ან საპატრულო პოლიცია მოსულიყო, ან კარლო კაციტაძის უწყების თანამშრომლები, თუმცა ისინი იქ არ მოსულან და იქ იყო მუქარა, იქ იყო სიცოცხლის მოსპობის რისკი, განმეორებით თავდასხმის რისკი, თუმცა ამის მიუხედავადაც კი ადგილზე არავინ არ გამოჩენილა საერთოდ. 2 საათის შემდეგ მოსული კრიმინალური პოლიცია ადგილიდან ისე წავიდა, რომ არაფერი რეაგირება საერთოდ არ მოხდენია. ბუნებრივია ახლა არავის აქვს მოლოდინი, რომ მისი არ დაკავება მოხდება, ან მისი გამოკითხვა მოხდეს, რომ არც ერთი თავდასხმა გიორგი შეციბულზე, მაკაჩ ჩიხლაძეზე, გურამ როგავაზე, არც ერთი ეს საქმე გამოძიებული არ არის. სავარაუდოდ ამ საქმესაც ახლა ასე ფორმალურად დაიწყებენ გამოძიებას და შემოდებენ თაროზე. ჟურნალისტ მარიამ აკასარაშვილს და ოპერატორს ნუკრი ქაფიაშვილს თავს გუშინ დაესხნენ მარტყოფში, მაშინ როდესაც ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ და შინჯიკაშვილის სახლში მისული იყვნენ იმისთვის, რომ დაედგინათ რეალური მიზეზები, რის გამოც თანამდებობიდან წავიდა შინჯიკაშვილი, როგორც მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, მათთვის არაფერი მოულოდნელი არ არის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება აგვიანებს რეაგირებას, მაშინ როდესაც საქმე ჟურნალისტებზე თავდასხმას ეხება, რადგან ძალიან კარგად ახსოვთ არაერთი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტებს, ოპერატორებს თავს ესხმიან, თუმცა არც ერთი დამნაშავე გამოვლენილი არ არის და პასუხისგებაში არ მიუცია არც ერთ ძალოვან უწყებას. საზოგადოებაში მიზანმიმართულად ითესება სიძულვილი, რათა ამ სიძულზე დაყრდნობით შემდეგ ადვილი იყოს მანიპულაციების, დეზინფორმაციის და პროპაგანდის გატარება. ის რომ ვიღაც ბიჭს აუწითლდა ლოყა და მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ახალგაზრდა გოგოს ჟურნალისტს კი, როდესაც მამაკაცი მუშტს ურტყავს, მას ფიქსირდება ტვინის შერყევა. პოლიციაში შეტყობინების მიუხედავად ადგილზე არ მიდის საპატრულო პოლიცია, მეტყველებს იმაზე თუ როგორ ცდილობენ და როგორ უნდათ ნიჰილიზმის დანერგვა, როგორ უნდათ რეალობის გამბრუდება, რომ სამართალი არის კონკრეტულად ერთი ჯგუფისთვის, მაგრამ არ იქნება მეორე ჯგუფისთვის. ივანიშვილის რეჟიმი ებრძვის თავის ქვეყანას, ებრძვის ყველა ადამიანს, ყველა მედიას, ყველა პროფესიონალს, ყველა აქტივისტს, რომელიც ასრულებს თავის მოვალეობას. ჟურნალისტზე თავდასხმა მისი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ამ შემთხვევაში ახლა ფიზიკური დაზიანება აქვს, ანუ ტვინის შერყევა დაუდგინდა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ამ პირის პასუხისგებაში მიცემა მკაცრად დასჯა. რეჟიმი ამბობს, რომ კი თქვენ ხართ დაუცველები, თქვენზე ხსნილია ძალადობა, იძალადეთ, არ დაგსჯით. ერთი ფაქტი და შემთხვევა მისი სიმძიმის მიუხედავად არ არის გამოძიებული. ეს არის რეჟიმის ნება, რეჟიმის არჩევანი, რომ ასე მოგვექცნენ და საბოლოო მისაღწევი მიზანი არის, რომ დავშინდეთ და ვერ გავაშუქოთ, კითხები ვერ დავსვათ, ამ ქვეყანაში აღარ ვიმუშაოთ და აღარ არსებობდეს თავისუფალი კრიტიკული მედია. ჟურნალისტად მუშაობა დღეს ნიშნავს, რომ შეიძლება ერთ დღეს გახვიდეს სახლიდან გადასაღებად და სახლში შეიძლება ან ვეღარ დაბრუნდე, ან დასრულდეს შენი საქმიანობა იმ დღეს ციხეში, ან დასრულდეს საავადმყოფოში. არავინ არ არის დაუცველი და პირიქით ახალისებულია ქართული ოცნების პირობებში ჟურნალისტებზე თავდასხმა მოქმედებენ ბანდები, აი პირდაპირ დაუსჯელი ბანდები. მარიამ აკასარაშვილის გამოკითხვა კლინიკა ინგოროყვას პალატაში მიმდინარეობს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი ადვოკატებთან ერთად სულ ცოტა ხნის წინ შევიდა კლინიკაში. სავარაუდოდ დღესვე გამოიკითხება პირველების ოპერატორი, რომელიც შემთხვევის დროს მარიამ აკასარაშვილთან ერთად იმყოფებოდა. არ არის გამორიცხული, რომ კარლო კაციტაძის უწყებამ ამოიღოს ის კამერა, რა კამერითაც ხდებოდა სწორედ გადაღება შემთხვევის დროს და კამერა, რომელიც არის დამტვრეული, რადგან მე მაყურებელს მოუყვევი, რომ შინჯიკაშვილის მამამ სწორედ ეს კამერა დაამტვრია, მას ნაწილები აქვს მომტვრეული სწორედ და სავარაუდოდ ექსპერტიზას გადაიტანენ ამ კამერას. რაც შეეხება მარიამ აკასარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მედიკოსებმა მას ტვინის შერყევა დაუდგინეს, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რამდენიმე დღე კლინიკაში უნდა დარჩეს. დღესაც მოუწევს კლინიკაში დარჩენა მარიამ აკასარაშვილს, რადგან მედიკოსების რეკომენდაცია არის, რომ ის 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ დარჩეს.
პირდაპირ ეთერში ნანუკა ხაჯაია საუბრობდა.